ეხლა ვარ კეთილში, სადაც ზემო პლატოზე უფასო სასადგურში ასევე პრობლემაა, რომ არ უშვებენ ანტიკორუფციული ბიუროს და სოციალური სამსახურის მონიტორინგის ჯგუფს ახალ საქართველოდან და მივალთ ეხლა ადგილზე და გავერკვევით. კიდევ ერთხელ ვინც ლაივში გვიყურებს, ყველას მეუბნებით, რომ ეს არის საჯარო ადგილები, რადგან ფინანსდება საბიუჯეტო სახსრებით და არა გაქვთ უფლება მონიტორინგის შეზღუდვის და შეჩერების. ეს არის შემოწმება, რომელსაც ვაკეთებთ თელ თბილისში. ამ წუთისთვის რაც იკვეთება შემოწმებებში, არის ის, რომ არის ის, მე მგონი ეს პირდაპირ მოგავიდეთ ეს ამიჩვენებს. არა. პირდაპირ გვიჩვენებს. ნახე, პირდაპირაც არის გასასვლელი და გავდივართ გზაზე და მე ეს წრეუნა. აი, ჩადიართ ეთმედი. მოკლედ, რაც ირკვევა, არის რომ კომპიუტერები არის გათიშული ზოგიერთ სასადილოში, რომ აღრიცხვიანობა საერთოდ არ არის ფაქტობრივად, ეს იმას ნიშნავს. ძალიან ეშინიათ ჩვენი ადგილზე მისვლის იქიდან გამომდინარე. ზემო პლატო 44. 4 ნომერს ვეზეთ ეს მისამართი ცალკე თავის ტივილია ამ ქალაქის. გაძურა ერთი სამი. ვიღაც მირიკავს უკაცრავად. დაძე. ალო? ხო გიორგი. კარგი მოვა. აი იცი რა, ცოტა უნდა გადავწიოთ ცოტა გვიან, იმიტომ რომ რაღაც მონიტორინგს ვაკეთებ თელ თბილისში ხა უფასო სასადგურებში Facebook-ზეც მაგ ლაივი და ცოტა გვიან შევხვდით. მაქსიმუმები რომ ამოდის და ხო და 4 საათზე სადღაც 4 საათისთვის შემეხდნენ და შევხვდით რა ბოდიში. აი ხაც ვარკეთილში ვარ, იმაზე შევდივარ რა უფასო. და ხვალ იყოს კი ბატონო. იყოს დილით ესე 11-ის ნახევარზე. უკანონია გავიდეთ ეს მასივს ჩამოვა. კოსტავას პირველი შესახვევი ბინა 7, კორპუსი 7. კარგი. აი დანარჩენი აი შევდივარ უკვე და ბოდიში რა და დანარჩენი მე შევდავთ კარგი. ბატონო გიორგი, ლილოში ისეთი ამბავია თქვენს მიერ გაგზავნილ ხალხს ისეთ დღეში აგდებენ, ხელითაც კი ეხებიან ეხლა. კი, ვაკეთილი და გვიწერენ კომენტარებში ეხლა. ხო, ეხლა ვარკეთილში შევიდეთ. მე მგონი არასწორად მივდივართ რა. მეკითხა რა საათი. მეგობარო, ზემო პლატოს მე-4 კორპუსი სად იქნება? 35 კორპუსი. აი, მადლობა. აი, ესე ცოტა გვიჭირს, მაგრამ ეხა მივალ. ეხა მოგწერეს, რომ პრობლემა არის ასევე ლილოში, პრობლემებს გვიქმნია, მაგრამ ყველას ვაფრთხილებთ რა, რომ არა გაქვთ უფლება ამ შემოწმების ხელი შეშლის. ჩვენ ვამოწმებთ აბსოლუტურად მთელ ქალაქში. ეხა 20 სასადილოში ვართ, სულ არის 64 სასადილო და ყველგან ვამოწმებთ რა. დარღვევები, რომელიც იკვეთება, ეს არის უხარისხო საკვები, ეს არის გათიშული კომპიუტერები, რომ აღრიცხვიანობა საერთოდ არ მიმდინარეობს. ეს არის ასევე ზეწოლა იმ ადამიანებზე, ვინც ჩვენ ინფორმაცია მოგვაწოდა, რომ თითქოს ვიღაცა შეუწყვიტავ ეს საკვებს. ერთი რამ იცოდეთ, რომ ვერ შეუწყვიტავთ ამ დახმარებას, რომელსაც ისინი იღებენ. არა გაქვთ არც ამის უფლება და ყველაფერს გავაკონტროლებთ აბსოლუტურად. პირდაპირი არის. მესურვად გეუბნებით. მიდი აი ბიჭსაც აკეთებ სამხედრო ფორმალობას. უკაცრავად, ხო არ იცით 35 კორპუსი აქ რომელია ზემო პლატოს? არა, ხო? ვიტყო, მაგრამ გონი. კაი, ზემო პლატო. და გზაზე გელოდებით ვარ და დამინახავთ. 35 მე 4 მინუტს.
უკაცრავად. 35 корпуსი რომელია ხო? 54, ანუ შიგნით უნდა იყოს. აბა ამათ კითხეთ. 35 корпуსი რომელია? უფას სასადილო არის. უკაცრავად 35 корпуსი ხო არ იცით სად იქნება? ვერაფერს ვერ მიაგნებ რა. ეს ზედა არის 34. ეს არის 25. 34 ეს არის 25. აბა, სადაა? მალე ისევ ჩემი ინტუიცია თუ არა. გამარჯობა. რა პრობლემა გვაქვს? ბატონო გიორგი, ხდება ესეთი რაღაც ამბილი დრაც მოვედით, როდესაც უნდა შევსულიყავით ელემენტარული კითხვების დასასრულებელი ინფორმაციის დასამართებლად, პერსონალმა მოგებურა კარი, თქვენ აქ ვერ შემოხვალთ, ამიტომ შემოსწრება, დაიწყო წერილი, ქალბატონი იყო და შესაბამისად სასწავლო კომისია, შეურაცხყოფის მოყენებად, საერთოდ რა უხდება ხო იცით რომ ეს არა უხდება? არა, ეხლა მოვედი ბატონ გიორგი. ეხლა ამ წამს მოვიდნენ ბატონო. როკეტავთ კარებს, გააღეთ რა ერთი კარები რა. ხალბატონო. ერთი წუთი არ შემოხვიდე. არ შემოხვიდე, რისთვის შემოხვიდე? არ გინდა, ერთი წუთი მომისმინეთ. გეხვეწები, არ შემოხვიდე. არა, შვიდად. მომისმინეთ. უფლება არ აქვს რომ აგგზავნოთ აქ შემოსო. პატრონით ყველა კი არ მოვიდა. იმისთვის მოვიდა რომ ეს არის საჯარო ადგილი. ბიუჯეტი ფინანსდება და შემოსვლის უფლება გვაქვს. მოვლენ ახლა და მე შემოხვიდე. აქამდე შეიძლება მოსულიყო. არა, მოვლენ ბენეფიცი არის? არავინ არ აქვს დამატებითი სია მოდის ახლა ჩვენთან. კაი, ერთი წუთი, ერთი. ვერ შემოხვალ, გეხვეწები რა. ნუ შემოხვალ. ნუ შემოხვალ, მე გითხარ. რა, არ მინდა ეს კონფლიქტი ხარ. მოდის ჩემი უფროსი და მე შემოხვალ. მოდე მოვიდეს კაცო, რა პრობლემაა? პატრონი შემოვა ახლა და ხო, დაგძანდით. კომპიუტერი მუშაობს? ნუ შემოხვალ. კომპიუტერი აგებული აქვს ნაწილი და მონიტორი გაჩვენებული. ან გაგჭებულია? კი, არის სია გვაქვს. დაგძანდით. აქაც გაგჭებულია კომპიუტერი სოთქო. რამდენი ხანია რა შეგვიძლია? ასუსტე გაცეთ, მომოვიდა მე. ხო, გაგძანდით. დაგძანდით. ადმინისტრაციული კოდექსი 25 მუხლი, 24 მუხლი უკაცრავად. არის საჯარო ადგილი, იქიდან გამომდინარე, რომ საჯარო ფული ფინანსდება, ჩვენი მონიტორები არიან, აქ მოსულები. თელ თბილისში ვახორციელებთ ამ დაკვირვებას. ზოგიერთ ოპერაციაზე პრობლემები შევდივართ, უკან ასე პრობლემას გვიქმნია რა. კი, რა უნდა ჩვენებმა ერთის რა, თქვენ უფლება არ გაქვთ, რომ აგგზავნოთ შემოსვლა, ქალბატონო, არა თუ არა გაქვთ უფლება რომ შემოვიდეთ. აგგზავნის უფლება არ გაქვთ. თან ზამთრია, აღემუნი არ არის რა. ხო არ კონფეცო არ ვქნით არა. უბრალოდ არიან ეს ადამიანები და აკვირდებიან. როგორ მიდის, მიმდინარეობს მომსახურება. ძალიან კარგად ჩვენ ძალიან კარგი. ხო, ხომ უფრო კარგად მიდის. ჩვენ საერთოდ დავაფიქსირებთ, რომ კარგად მიდის. ხო და პატრონი რატო გამოიძახეს იმისთვის, რომ აი ეს რატო გამოიძახეს, რა მოხდა? ის რომ ერთის უთხალოდ გეტყვი. ის რომ რატო მაშინებეთ ვერ გამიგე? ხელი შეშლა მოხდა, თქვენს მიერ რომ მონიტორები შემოსულდნენ შიგნით და შეერუცხა. ვინარი რა უფლება აქვს თუ შემოგვიყვება? მაგათ არა აქვს უფლება. არა. მე მაქვს შეგა, მე გვაქვს უფლება. ბატონ გიორგი, ჩვენ ამ შემთხვევაში აი, არ გადაუხდები რა. რას მიღებ, ერთი ვერ გავიგე. საერთოდ არ მინდა მე რა ის კი არა რა, ერთი წუთი დახმართ. ჩვენ გამოგვიძახეს შესაბამისად და აუხსენეთ მოქალაქეს ვინც იყო რა შემიძლია ამ შემთხვევაში მივიღოთ ჩვენ საპატრონო პოლიციამ აღნიშნულ შესახებ ფაქტს გავაფიქსირებთ ის შესაბამის უფლის გამოთხოვა ჩვენ სასწავლო კონტროლი შეიძლება ამ ფაქტი დააფიქსირეთ და აუხსენეთ განმარტებით რომ ოპერება არ აქვს შესაძლებლობის ამ შემთხვევაში შემოსვლის. აგერ არის პატრული, ოფსაიდში არის და არ აქვს შესაბამის უფლი გავაფიქსირებთ კი ბატონო. დაბრძანდით
ჩვენი მოძღვრები ყველაფერს დააფიქსირებენ. დააფიქსირო რომ ყველაფერი კარგად არის ჩვენთან. მე რატომ ემიულობ თუ კარგად არის? იმიტომ ამ შემთხვევაში რომ არ მოსწრება აქვს. არა. ჯერ შემოჭრა აგერ ხედავთ წყნარად შვიდად ვარ შემოსულები არანაირ შემოჭრას ადგილი არ აქვს აქ ისა რა ქვია ჯამ დაჯერით გვინდიეს კოპირატებს ალო გამარჯობა ეს ეხლა მონიტორინგი გვაქვს რა აი Facebook-ზე შეიძლება ნახო და ცოტა გვიე გავაკეთოთ და ლაჟი რო კომპიუტერი მოვაუფროს და ჩემი უფროს და გეტყვით აბესით მოვაიხლა აქ რამდენი ბენეფიტი ჩვენ იმედენად სუფთავად ჩვენ არაფრის დაგვეშინია საერთოდ და ბენეფიტები ძალიან გამოფიერებია თვითონ რომ გვაგენები შემოვაწყდა იმიტომ რომ კარგი შემეჭრებოდა კანადამ მე დავაკარგე თუ არა რამდენიმეჯერ და მომიჯერდა ხობეჭი მე კარგს გასვიჭერდი რომ ითხარი მაშინება შემოსვლა მე თქვა და დავაკარგე თუ არა და ხობეჭი თუ არა შემოსვლა მე ვულაპარაკობ ეხლა რა მე დავაკარგე იმას რაც უბრალოდ არის რეალობა მოდი ამაზე ვისაუბროთ გაჩვენე რატომ უნდა გავხდე სიმართლე არის ხო სიმართლე გაინტერესებს რა ვიღადი რას მიღებ თუ ირაკლი ხარ თუ მიხარ ისა მოვიდი შეხები მოაწერე რა ისა მანანა საუნი მომეცი რა Сентисабли, пожалуйста. Ხო, კი კაცო, მოვაუფროს პროკურატურას. ხავას მოგარდეთ გინდა. რა, მაგო. ავაზე მე რეგისტრირები. კი ბატონო, მე ვიცი. აი ეგრე, არ არის პრობლემა. შიდა წყარა. აი ხარ. ხარ კარგა. როგორ ძანდები ხარ? აი კაცი ხარ, კინოსოა. და ისე ვაფშე ვაწოლი ბოლო. აი ხარ. ეხლა ვარ კეთილში, სადაც პრობლემა გქონდა დილიდან რომ არ შეგვიძლია ჩვენი შემოწმების წარმომადგენლებს და შესაბამისად ჩვენ მოვედით გამოვიზარდეთ პატრული, საპატრულო პოლიცია დააფიქსირებს რომ შეაქმნილებს სამწუხაროდ აქაც კომპიუტერი არ მუშაობს, ანუ აღწმერება არ მიმდინარეობს. მთელი თბილისის მასშტაბით ჩვენ ვახორციელებთ ამ შემოწმებას. ჩემს Facebook გვერდზე გარდა ამ ლაივ ვიდეოს შეგიძლიათ სხვა ვიდეოები ნახოთ ლაივში, სადაც ვთქვათ აბსოლუტურად ყველა წელს სადაც არის რაიმე ტიპის პრობლემა. თავარია რომ 8 მილიონი რომელსაც იპარავენ ყოველდღიურად, ეს 8 მილიონი აღარ უნდა ჩაიდოს ჯიბეში და მოყარული უკან უნდა დააბრუნოს. ეს არის ყველაზე გაჭირებული ადამიანები ვის ხარჯზე ფულს აკეთებს. სამი მოთხოვნა რაც გვაქვს მერიასთან. სამი მოთხოვნა. პირველი ეს არის რომ გაიზარდოს ბენეფიციარზე, ერთ ბენეფიციარზე გამოყოფილი თანხა, იმიტომ რომ ხელოვნურად არის შემცირებული ეს თანხა. მეორე შემცირდეს ბენეფიციარების რაოდენობა და იყოს რეალური რაოდენობა ბენეფიციარების და არა ხელოვნურად გასწრებით, იმიტომ რომ ამით ხდება მე ტენდერებზე მანიპულირება და მესამე გამოცხადდეს ხელახალი ტენდერი და ვინც კარგი სასანელოა
კი ბატონო გააგრძელოს, უმსაას პრობლემებია, იმ სასადილოში უნდა შეწყდეს შესაბამისი მოსახლეობა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. პირადად დავით დარმანიასგან და ქართული ოცნების ლიდერებისგან მოვთხოვ პასუხს. ეხლა რაც ინტერესებს კი ბატონო შემეკითხე და გითხოს. სულ რამდენი ბენეფიცია? სულ ყავს 558 ბენეფიცია. კი, 558. ეხლა მე მაგ ესეთი თხოვნა. კი, გიორგი დამთავრდა. ჩვენ არა, უარში გაწევთ. ჩვენი მონიტორები შვიდაც იქნებიან არანაირ პრობლემას არ შეგიძლიათ. ის ბოლომდე იქნება ვერტალიტეტი ჩვენ ყველგან არაფერი საფრთხე. გიორგი დედამიწოდეს თუ მქონდეს რამე მეცაი. ვიცი. ჩვენ ისეთი ბავშვი ჩახავთ, რომ ვიცი რომ გულიანად ყველას უკეთებს. ძალიან აი მართალი ხარ გიორგი. ხო და ასე რომ ჩვენ ძალიან მარტივად ეს კონფლიქტი რო არ ქონდეს, წყნარად შვიდად დავშდები. კი, ჩემო და საქართველოს პოლიციასაც ვეთქვით, რომ ამის შემდეგ დასტაბილურდა სიტუაცია და კარგად. მაშინ მე გავიცემი და მადლობა რა, აი ასე გიორგი რა. რა გვინდოდა იქ აი ასე შევიდეთ. შედით, არ არის პრობლემა, წყნარად შვიდად. ხო, აღარ შეუძლებს პრობლემას. ახლა შევიდეთ. უშე ჯიუტოშე. კი, ჩემო კარგო, თორე რა პრობლემაა შევიდეთ. თქვენი გვარდია სახელი მითხართ? კაბისოვი, ილურიძე, მარინე. ბატონო, მარინე, კაბისოვი, ილურიძე, კი სამი სისხლი მაქვს უკრაინული ქართული. არა, დავით. ილოში მივირბინოთ ისევ და მე უკარო დამსტარი ყავს. აუ, მივხვდი ახლა კომპიუტერების ამბავს. არა, კომპიუტერები პროკურატურას აქვს აღებული, ეს ნიშნავს, რომ გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ ეს არც ერთ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ალტერნატიული კომპიუტერი არ უნდა იყოს. აბა ეხლა როგორ მიმდინარეობს მონიტორინგი, ყო აინტერესებს არა სულ ყველას აბსოლუტურად რა. აი ესე შვიდად წყნარად ჩვენ არანაირი კონფლიქტი არ გვინდა, ჩვენ მთავარია რომ დავაფიქსიროთ რა რეალური მდგომარეობა. ეხლა მივდივართ ლილოში, სადაც მოსახლეობა გთხოვს აუცილებლად მისვლას, ჩვენ მქონდა გასულ კვირაში ამ სასადილოში მონიტორინგი. დღეს ყველაზე დიდი კონფლიქტი სწორედ ლილოში იყო სამწუხაროდ, სადაც ჩვენ შეგვექმნა ძალიან სერიოზული პრობლემები და ჩვენს ჯგუფებს ჰქონდათ რაღაცა პრობლემები სერიოზული. მე გვქრემოდა ვერ გავავთ? ხო. და ეხლა ჩავალთ ლილოში და ჩვენ ლილოში აუცილებლად შევხვდებით მოსახლეობას და გავაკეთებთ დღის ბოლოს შევაჯამებთ ყველა მონიტორინგის შედეგს, რა მდგომარეობა გვაქვს მონიტორინგის შედეგად და რამდენი ადამიანი მივიდა, რამდენი რეალურად ბენეფიციართა რაოდენობა და რამდენი მივიდა. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი ეს არის, რომ ასევე გავარკვევთ დაახლოებით რა პროცენტს მიაქვს მარტო პური, ვინც მივიდა და აქედან და საჭმელიც რამდენს მიაქვს. მესამე რომ აღვიწყავთ იმ სასადილოების ნუსხას, სადაც პრობლემები შეგვიქმნეს ამ მონიტორინგის კითხვის და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის საჯარო თანხებით შექმნილი დაწესებულებები და არ აქვთ უფლება მონიტორინგის ხელი შეშლის რა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ ყველამ გაიაზროს რა. ეხლა ლაივში როგორც ვიცი გვიყურებენ ჩვენი მონიტორები და შემოწმების ანტიკორუფციული ბიუროს გამომძიებლები სხვადასხვა უბნებში ვინც არიან ეხლა გასულები და შესაბამისად აუცილებლად მე მინდა მათაც ვთხოვო და ლაივში მოგვერთავთ რომ აჩვენეთ ეს ჩვენი ლაივი რომ ყველამ იცოდეს რომ სათითაოდ ყველგან მოსვლა თუ საჭირო იქნება მოვალთ, მაგრამ არ გვინდა ეს კონფლიქტი, ჩვეულებრივად წყნარად შვიდად გვინდა რომ დავასრულოთ დღევანდელი დღე და მონიტორინგი გავაკეთოთ აბსოლუტურად ყველა მიმართულებით რა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. აქედან გამომდინარე, ვაგრძელებთ მონიტორინგს, ეხლა მივდივართ ლილოში, სადაც გვექნება ასევე საუბარი შეხვედრა მოსახლეობასთან, ვინც გთხოვა ჩვენ ეხლა იქ მისვლა. რამე ხო არა გვაქვს თან რამე ინფორმაცია. აი ნახოთ ეხლა აგერ ერთი ლაივი სად მიმდინარეობს ეს. ხო, აი ეს მიმდინარეობს იქ სადაც ჩვენ ვიყავით, ხო? იქიდან სადაც გამოვიდით, ვლადიმერ გოროზია არის აქ ჯგუფის ხელმძღვანელი და ახორციელებს შემოწმებას. შემდეგ ეს ჩვენი ლაივია უშუალოდ. კი ბატონო.
არის ზუსტად ლილოში, რა ხდებოდა დღეს, შეგიძლიათ ნახოთ. შემდეგი დანი, ასე შემდეგ. მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო პროცესი გამოვიდა, იმიტომ რომ ფაქტობრივად ეს ძალიან მასშტაბური შემოწმება გავაკეთეთ. ტექნოლოგიები გვაძლევს ამის საშუალებას, რომ ლაივში ავუწყოთ ეს ყველაფერი. ყველამ თავისი თვალით შეუძლია ყველას ნახოს ყველა შეუძლია თავისი თვალით ნახოს რა მდგომარეობა და რა სიტუაცია არის ამ